Ne kokuyor? რა სუნია? Bayağı pardon სუნა kokuyor მოსუნია. რა? არა, გეჩვენება. საოჯახო საჭმელების სუნია, სხვა არაფერი. ო, შვილო, საჭმელის სუნია. მოგწონს არა? ხო, ნაცნობი სუნია. ძალიან ნაცნობი. Bayağı tanıdık bir koku bu. შვილო, ჩვენს რამდენ კლიენტს ასია სუნამო. ალბათ სუნი დარჩა. ო, ვერ გავიგე, რატომ ბანაობენ სუნამოთი? ორჯერ შეისხი და მორჩე ეგ არის. კარგი, წამოდით სახლში შევიდეთ. ერთანები შეკრებაა, თქვენთან სალაპარაკო მაქვს. რა ხდება შვილო? ცუდი რამე ხომ არ მოხდა? არა, ცუდი არაფერი. მაგრამ ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით, შევიკრიბოთ და ერთად დაგელაპარაკებით. კარგი, წამოდი ავიდეთ. ნახოთ ერთი რა ხდება. რა ხდება, რამე სერიოზულია? ასეთ შეიძლება ითქვას. ოზან, კარგი, მართალი ხარ, რომ გაბრაზდი. მაგრამ ჩინარსაც გაუგე. უნდა საკუთარი შესაძლებლობები გოჩვენოს. აუნზეთ არა ჩაღლა. ხო. ისეთი საქმე გააკეთა, რომ ნამდვილად არ არის გასაკრიტიკებელი. უნდა მივცეთ ჩანსი, რომ თავისი შესაძლებლობა დაამტკიცოს. შენ პროფესორს არის რომ ჩაღლა. მას თავისი შესაძლებლობების დამტკიცება კი არა. სულ სხვა რამე უნდა. და რა უნდა ჩინარს, ოზან? კითხო ის რაც ზევით ჩინარს ვერ უთხარი. იმიტომ ბრაზობ, რომ ეს რა მიდის? ჩაღლა. არა, ოზან. გარედან ასე ჩანს და ამიტომ გეკითხები. არ ვაპირებ შენთან ეს რაზე ლაპარაკს ჩაღლა. სამსახურის გამო გარკვეული პერიოდი ანტალიაში მომიწევს ყოფნა. ამ უქმეებზე წავალ. არ გააზვიადოთ, 5-6 თვე დავრჩები. აბა რა გითხრა შვილო? რა ვიცი, ძალიან უნერვიულობ. მამა სანერვიულო არაფერია. ჩინერიც იქ იქნება. ეს უარესია. როგორც ძმა უფრო მშვიდად ვიქნებოდი მარტო რომ წასულიყავი. ის ქერა საერთოდ არ მომწონს. მეც წამოვიდოდი, მაგრამ ანტალიასთან უსიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. კარგი, ნუ აზვიადებთ. წავალ და დავბრუნდები. Gidip geleceğim diyorum. İyi geceler. ძილინებისა ჩემო ძვირფასო ოჯახო. ძილინებისა შვილო, ძილინებისა. Gel. შემოდი. Anne. დედა, Esra, ესრა. Esra. ესრა. Ben sana bir ერთ soru კითხვას soracağım დაგისვამ ama და bana doğru გულწრფელად cevap ver, მიპასუხე, olur mu? კარგი შვილო. Tamam. კარგი. Sen იმიტომ მიდიხარ, რომ Ozan'dan kaçmak ოზანს için mi გაექცე gidiyorsun შვილო. yavrum? ხო, დედა, იმიტომ მივდივარ, რომ ოზანს მოვშორდე. Ama ხო, მაგრამ mesafeler კილომეტრების dokunmaya სიყვარულს engelleyen ვერ değil დაგავიწყებ ki. შვილო. Sen doğru karar დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი. Evet anneciğim. კი, დედა, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ასე იქნება უკეთესი. Ama o ხო, evlendi, მაგრამ o iş ცოლად bitti, მოიყვანა, bitti. ყველაფერი დამთავრდა. დედა ვიცი რომ დამთავრდა. მაგრამ მეც დავიღალე. Yoruldum güçlü დავიღალე სულ durmaktan. ძლიერი რომ დავიყო. ეს როლი იმდენად მოვირგე, ვეღარ ვდუნდები. Vallahi gitmek წასვლა მინდა. Geride bırakmak მინდა istiyorum. ყველაფერი წარსულში დავტოვო. Tamam. კარგი. Sen doğru თუ ამბობ რომ ასე უკეთესია შეთვის, mაშინ წადი. ხო, ჩემო ლამაზო. ახლა დაწექი და დაისვენე, კარგი? როდის დაამთავრე ფოზან? როდის გაჩერდები? Efendim გისმენ ოზან, რა გინდა? ეს რა ახლავე ჩამოდი, ქვემოდგელოდებენ. რა? Ne? რა? აქ რა საკეთებ? არ ჩამოვა. კარგი, მაშინ მიემოვა. არა, არ გაბედო. Sakın. არა მოხვიდე, მე ჩამოვა. Tamam. კარგი.
რამდენი სუფლებას აძლევს საკუთარ თავს. აქ როგორ მოხვედი? ვინმემ რომ დაგვინახოს რა სიტყვიან, არ გიფიქრია? არავინ არ მაინტერესებს. არსად არ გაგიშევ. ანტალია დაივიწყა. შენ გადაწყვეტ? ხო, მე გადავწყვეტ, რადგან ჩემს ჯიბრზე არ წახვალ. ოზან ვინ გონია საკუთარი თავი, ვინ ხარ? რა უფლება გაქვს შენ ცხოვრებაში რომ ერევი? შენ ჯიბრზე კი არა, იმიტომ მივდივარ რომ მასე მინდა. ეს რა ჩინართან ერთად არსად არ წახვალ. კიდევ ჩინარზე მოლაპარაკება გიყოფა. შენ სწორს მიხედე და მე თავი დამანებე. არანაირი ცოლი არ არსებობს, რატომ არ გჯერა ეს რა? ასე რატომ იქცევი? ოზან სანაპიროზე საუბრის შემდეგ წახვედი და ჯაღლა მოიყვანე ცოლად. როგორ უნდა დაგიჯერო? შენ სიტყვებს როგორ მედო? ჩვენ აღარ ვარსებობთ. შეეგუე რომ ყველაფერი დასრულდა. თავი დამანებე ოზან, შემეშვი. არ შეგეშვები ეს რა. არ შეგეშვები. რა მოხდა მამა? ასე რატომ მიყურებ? შენი ამბავი ძალიან მეხარია, მაგრამ მე სულ მარტო ვrčepi შვილა. მამა, ამას რატომ ამბობ? შორს ხომ არ მივდივარ, ნებისმიერ დროს ჩამოხვალ. შენ მეუბნებოდი, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა არ მქონდა. ახლა მუშაობ, კომპანიას ვაფართოვებ. სხვა რა გინდა ჩემგან? ასეთი მარტივი არ ყოფილა. ამბავი მოვიდა, რომ ოზანმა დირექტორთა საბჭო მოიწვია. მისგან ასეთ რამეს ველოდებოდი. რაც უნდა ის გააკეთოს. ჩინარ გეყოფა ოზანთან ბრძოლა. შენი დისკმარია და ჩვენი ოჯახის წევრი. მამა, მოდი საკითხი დავხუროთ, თორემ წავალ. კარგი, კარგი ჯუმადვარ. მიდი ისაუზმე. დედა შენს რა სჭირს? გავიგე რომ საავადმყოფოში გყავდა. არ გაგიკვირდეს მამა, ტიპიური დედას აქციელია. მიდის და ახალი დრამებით ბრუნდება ჩვენ ცხოვრებაში. მე უბრალოდ ვალე მოვიხადე, სასტუმროში წავიყვანე. ჩინარ, ხელად იყავი. ის გალი დედა შენია, შენ მისცემ, ის კი უფრო ბევრს მოგთხოვს. არა, დედა ჩემს კარგად ვიცნობ. უბრალოდ ჩაღლაზე ვნერვეულობ თუ ინსურევს. რომ შემეძლოს საერთოდ აუგზავნოდი მასთან ურთიერთობას, მაგრამ ბოლო დროს საკუთარ დასთან საუბარიც კი მიჭირს. ყველი გასინჯე, რომიდან ჩამოვიტანე? ძალიან გემრიელია. გამოკვირდა დილიდან რომ დამპატიჟე. ოზანი არ არის? არა დედა. დილა ადრიან გაიქცა სახლიდან. ყველაფერს აკეთებს, რომ ჩემთან მარტო არ დარჩეს. შენ უბედური ხარ? დანებდი, არ თქვა რომ უკან დაიხიე. რა თქმა უნდა, არა დედა. ეს ყველაფერი ხელს მაძლევს. ეს რა სტამბულიდან მიდის, თავიდან ვიშორებ. სად? ანტალიაში. ჩინართან ერთად მიდის. ოფისი უნდა გახსნან. ანუ ამაზე მელაპარაკებოდა ჩინარი. რა კარგია. ხო, ძალიან კარგია. ამიერიდან ოზანის გვერდით ვიქნები და ჭრილობას დავუამებ. მხარს დაუჭერ. ისიც დამაფასებს. ასე მეტი შანსი მექნება მისი გული მოვიგო. სხვებზე გეგმები არ უნდა ააწყო შვილო. რა ვქნა დედა, სხვა გზა მაქვს? ყველაფერს ვაკეთებ, რომ ოზანის გვერდით ვიყო. მაგრამ მისი თვალები მხოლოდ ერთ ქალს ხედავს. ამა შეხედით, ანუ შენთან მოვიდა და გითხრა რომ ვერ საწახვალ არა? ზეინო, დღეში გადაგიარა გაბრაზებამ? გოგო, ნამდვილი ქორწინება არ აქვთ. თანაც ადამიანის საქციელი მეტყველებს მასზე. არ მაინტერესებს ზეინო. რომც მაინტერესებდეს რა შეიცვლება. მგონი დაგავიწყდა რომ ცოლიანია. შენი აზრით ამის მერე ოზანს ვენდობი? არასდროს. ხო, მაგრამ არ ამგონია შენზე უარი თქვას. ხო, სწორედ ამიტომ მინდა წასვლა. ხან სახლში მოდის, ხან კომპანიაში ცდილობს დალაპარაკებას. დავიღალე. მართლა ძალიან დავიღალე. აღარ შემიძლია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი შემეძლია მუსა. ეს რას აზრს მაინც შევაცროინებ. ხო, ძმაო მისმის, მაგრამ ზედმეტად გვიანი ხომ არ არის ამისთვის. არ მაინტერესებს, უკან არ დავიხელ მუსა. ძმაო, რას იზამ, რას გააკეთებ? მე ვარ კომპანიის დირექტორი მუსა.
ანტალიის პროექტს გავაუქმებ და მორჩა. კარგი ზმა, მაგრამ დირექტორთა საბჭო დაგავიწყდა. პირად მიზეზებს ყურადღებას არ აქცევენ, მხოლოდ კომპანიის გაფართოებაზე ფიქრობენ, სხვას არაფერს ითვალისწინებენ. აქამდე ბევრი რამე შევძელე მუსა. გამოსავალს ახლაც ვიპოვი. ღმერთო ჩემო. მგონი, ბევრი სუნა მოდავისხი. ყველგან მისი სუნი დგას. გრძნობთ? არა, რა სუნა მოდიდა. შემწორი ქათმის სუნია, სხვა ვერაფერს ვუგრძნობ, ხომ ასეა? ხო, ძვირფასო ხო, მგონი რეცეპტორები გღალატობს. ნამდვილად გღალატობს. რა ვიცი, იქნებ წახვიდე და ექიმს გაესინჯო. კარგი იქნებოდა, ჩვენც ხომ არ წავიდეთ, მამა? ხო, წავიდეთ. ერთად მიდიხართ, შეიძლება გავიგოსათ. დღეს ფეხბურთია და გვინდა რომ თამაში დავესწროთ. ჩვენს რაიონს როგორ შემოდგევრავთ? ხო, ცოტა გავამხანებებთ. წამოდი, მამა, გვაგვიანდება. მამა, აქეთ. ხო, აქეთკენ, გამავიწყდა, წამოდი. ჩემო სიცოცხლეს აღამოს განახავ, მიყვარხარ. გამარჯობა დეიდე მენექშე. გამარჯობა. ეკო არ არის? არა. სად არის? რაიონის გუნდის თამაშია და საგულშემატკივროდ წავიდა. რაიონის გუნდის? ხო. კარგი. მადლობა. იოლ სამუშაოს გისურვებთ. მადლობა. რაიონის გუნდი არ ყავს, რა თამაში აქვთ? ამ ბიჭმა რაღაც ჩაიფიქრა. გუშინ კინოშიც არ გამომყვა. ჩინარ ვერ ვიჯერებ, რომ ანტალიაში მივდივართ. მართლა ეს რა. ისეთი მაგარი ადგილი ვიპოვე. სტამბოლში დაბრუნება არც კი მოგინდება. მაგარია. უზარმაზარი ვილა თავისი აუზით და ბაღით. პორტოხლის ხეებით. იცი რატომ გიყვები? ახლა უნდა გაჩვენო. ულამაზესია, შეხედე? ჩინარ, ეს რა არის? ულამაზესია. რამდენიმე სასტუმროს უნდა აპლიკაციაში ჩართვა და გვირეგეს. დირექტორთა საბჭოს შემდეგ გავიაროთ. კარგი ბატონო აზან. 6 თვე იქ ვიმუშავებთ. სასტუმროში ხომ არ ვიცხოვრებთ. კიდევ ერთხელ მაჩვენე. კარგი. ეს საკითხი მოვაგვარეთ. პატარა საქმე მაქვს. მიუხედავ და დავბრუნდები. დირექტორთა საბჭოს მარე შევხვდებით, კარგი? კარგი, დროებით. დროებით. ბატონი ოზანი მოვა და დავიწყოთ. აი ისიც. გამარჯობა ბატონო ოზანი. გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი იყოს. გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, თქვენ? მადლობა ჩვენს კარგად. გისმენთ ბატონო ოზან, რა არის ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი? გისმენთ? Çinar Yılmaz'ma რაღაც გადაწყვეტილება მიიღო ჩემი ნებართვის გარეშე. Bu doğrultuda girişimlerde bulunmuş. Güzel. Biz şirket olarak yeni kararlara ve girişimlere her zaman açığız. Ama ჩვენ არ ვართ მზად ისეთ დიდ ქალაქში, როგორც ანტალია, ფილიალი გავხსნათ. ჩინარმა ახლა დაიწყო მუშაობა. მესმის უნდა რომ თავის შესაძლებლობები დაამტკიცოს, მაგრამ ამ საქმეში გამოუცდელი ხარ, ბატონო ჩინარ. შეფასებისთვის დიდი მადლობა ბატონო ოზან. თუ ძალა არ ყოფნით, დახმარება უნდა მიიღოთ. ასე არ არის? ეს თქვენი ბრალი ასეთი სუსტები რომ ვართ. ისედაც საკმარისად ბევრს გიხდით იმაში, რაშიც ვერ ერკვევი ჩინარ. ასეთ გადაწყვეტილებებს იმიტომ იღებ, რომ უბრალოდ ასე გინდა. არაფერზე არ ფიქრობ. ამიტომაც ნორმალურია ამას რომ ამბობ. მართლა? სტებით ბატონო ოზან, ყველაფერზე ვიმუშავე. თქვენს წინაშე გრაფიკებია, შეგიძლია გადახედოთ და დარწმუნდეთ, რომ თუ ანტალიაში წარმატებას მივახცევთ, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავალთ. მეგობრებო, ეს ყველაფერი ოცნებაა. რეალობას არ შეესაბამება. ბატონო ოზან, რადგან ასე მაშინ მოდი გენჯევღაროთ. ასე ყველა კმაყოფილი დარჩება. თხოვთ, დავიწყოთ. თხოვთ.
მაშინ კენჭის ყრაზე გადავიდეთ. ვინ არის მომხრე, რომ ანტალიაში ფილიალი გავხსნათ? სულ ეს არის. მაშინ გილოცავთ ახალ ფილიალს. ოზანის სახელით ბოდის გიხდით, რომ თქვენი ძვირფასი დრო დავკარგე. თუ რამე კითხავი გექნებათ, მეილზე ყველანაირ ინფორმაციას გამოგიგზავნით. ნახვამდის. ნახვამდის. ჩაღლა. შენ კარგად ერგვევი საქმეში. ყოველთვის კარგად მუშაობდი. რატომ მაწია ხელი, როცა გულის სიღრმეში იცი, რომ ეს ცუდი იდეაა? არ ვფიქრობ, რომ ცუდი იდეაა, ოზან. თანაც ჩინარს ეს ყველაფერი სჭირდება. ესრასთან ერთად შეძლებს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. არ მინდა ჩემს ძმას ხელი შეუშალო. დროებით. ბატონო იალჩენ, ეს ბევრად ჯობს პირველ პარტიას, ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. გილოცავთ. დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ. მთელი შრომა ჩავდა ამ საქმეში. ახალი ინოვაციების მჯერა და მინდა რომ წინ წამიწია. მე და ჩემი მაშვილმა ერთად ვიმუშავეთ. დიახ, შვილი მე ვარ. თუ თანახმა ხართ, სუნამოს გაყიდვაში ჩავუშვებთ. ეს შეუძლებელია. იცით რას ვფიქრობ? ჩვენს ლექსიკონში ასეთი სიტყვა არ არსებობს, გალბატონო. მე არ მახსოვს, ოდეს მე სიტყვა გამომეყენებინას. მომეგორას ამბავ. ხო, ამიხსენი რას ბოდავ. გალბატონო, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. შუქში დარჩები ჩვენი მუშაობით. არა, მამიკო. ეკო შუა, დედა შენი. კარგი მამა ამაზე არ იფიქრო. დედა რა შუაში აქ? ეს თქვენი ავანსია. რა თქმა უნდა, ფული ადგილზეა, მამა. მე მგონი ყველაფერზე შეთანხმდით, ხომ ასეა? გილოცავთ და წარმატების მომტანი ყოფილიყოს. თქვენთვისაც მადლობა. გილოცავთ. მადლობა. ესრა. გილოცავ. გადაწყვეტილება მიიღეს, ანტალიაში მიდიხართ. ხო, ჩინერმა მითხრა, ძალიან გამიხარდა. მეც. მე და ოზანით ჩამოვართ თქვენთან. უშენ ლაპარაკობდით, სადმე ვიმოგზაუროთ. ჩაღლა. ვიცი, რომ ოზანთან ნამდვილ ქორწინებაში არ ხარ. ეს ბედნიერი ფასადი ყალბია. ხვდები, რომ იმედი გაქვს, ხოდა მიიღე. სცენა შენია. რაც გინდა ის გააკეთე. მაგრამ გეყოფა ჩემს ჯიბრზე ასე ლაპარაკი. გაითვალისწინე, ასეთი თავაზიანი აღარ ვიქნები. ესრაც მიდის არა მენეგშე? გიწყინა? ძალიან. არ ინერვიულო. ბილეთისთვის ფულს მოგცემ და მასთან ჩახვალ ხოლმე. რა პრობლემაა? ეგ დამამშვიდებს ზუმრუთ. რატომ არა? მე რა მოხდა? რატომ გიყვარს ყველაფრის გაზვიადება? ყველაფერს ართულებ. თითქოს აფრიკაში მიდიოდეს. აფრ იქნება ანტალიაში. მე რა? როცა მოგიდება წახვალ, ფულზე არ იფიქრო, მე მოგცემ. არ ინერვიულო. რაზე ლაპარაკობენ? ვინ? გახედე.
ფილმის ნახვა გინდოდა რა? შემიძლია კინოთეატრი დაგიხურო. წავიდეთ. ყველაზე კი ემრიელი და უსხო ყავადავლეოთ რაც კი არსებობს. თუ გინდა მთელი დარბაზი ავიღოთ და ფილმს ვუყუროთ. დღეს მე ვიხდი. იცი რა შეგრძნება მაქვს? თითქოს ზუმრუდ კორფალი ვიყო. არ მინდა ეკრემ, მადლობა. შეგიძლია წახვიდე და მარტო მოყურო ფილმს. რამე გეწყინა? რამე დავაშავე? რას ამბობ ძვირფასო, რა მეწყინა? ხვდები რომ შენი საქმეები გაქვს. კინოში წასვლა შემოგთავაზე უარი მითხარი. კაფეში მოვედი, არ დამხვდი. დედას უთხარი თამაშს უნდა ვუყურო. რაიონს გუნდიც კი არ ყავს. ეს ორივე ვიცით. შეგიძლია პირდაპირ მითხრა რომ არ გინდა. არ მეწყინება. ასე უკეთესი იქნება ორივესთვის. არა. ასეთი რამე როგორ იფიქრა? კარგი, ახლა აღიხსნე. მე და მამამ სუნამოს შექმნით ვიყავით დაკავებულები. ახლა გაყიდვაში ჩავუშვით, მაგრამ დედამ არაფერი იცის, რადგან რაღაც გაუგებრობა მოხდა წარსულში და მე და მამამ კაფე გადავწვით. ამიტომ უფლებას არ მოგცემს ისე ვიმუშაოთ. აი ეს არის მთელი ისტორია, მორჩა. სუნამო? ხო. ამიტომ გაქვს ეს სუნი. ო, ამიტომაც მაქვს ეს სუნი. სხვა არაფერია, დამეჯერე. კარგი, მაშინ წამოდი. კინოში წავიდეთ. წავიდეთ. კარგი, თანახმოვარ. საღამოს აქ შევხვდეთ. კარგი, აქ შევხვდეთ. რა ფილმს ვუყუროთ? ბოევიკი გინდა? არა, ძვირფასო. ხელოვნებაზე მირჩევნე არამე. არ მომწონს ასე რომ მოღიმიან ერთმანეთს. არც მე მომწონს. წარმოიდგინე ისე მძახლები რომ გავხდეთ. ცხოვრება თავზე დაგვენგრევა. აქედანვე გავფრთხილებ, ასე იქნება. არ შეიძლება, არ გამოვა. ო, გეთანხმები ზუმრუდ, ხელი უნდა შევუშალოთ. ეს არ უნდა დაუშვათ ზუმრუდ. ნამდვილად მართალი ხარ. პირველად გეთანხმები. მადლობა. გილოცავ, რაღაც ჭვიანური თქვი. მადლობა. პირველად ამბობ ასეთ სიმართლეს მენექშე. ბოლომდე შენთან ვარ. ასეთი რამ დაუშვებელია, გამორიცხულია. არ შეიძლება. ძმაო, გამარჯობა. დილა მშვიდობის მოსა. არ ვიცოდი როგორ მოუქცეულიყავი. ვიფიქრე ადრე მევალ გავამხნევებ მეთქი. ეს რა დღეს მეფრინავს. კარგად მოიქეცი. მაგრამ მე არ ვაპირებ ვუყურო იმას, თუ როგორ გაფრინდება ეს რა. ძმაო, როგორ? ყველაფერი გააკეთე. რამე გეგმა გააქვს კიდევ. ეს რა არ მოგისმენს? ვიცი, მართალი ხარ. აბა რას აპირებ, ძმაო? რა უნდა გააკეთო? ნახავ. საყვარელო რაღაცეები მოგიმზადე გზაში რომ ჭამო და ჩაგიდებ, კარგი? თუ მოგშივდება, ამოიღებ და უცებ შეჭამ. დედა ბიზნეს კლასით მეფრინავს. შენ კი არ მასუდებ ჩემთაში. არ ინერვიულო დედამ, შეერი არ დავრჩები. მამა, ნუ ნერვიულობ, გაიღიმე. შვიდა, შენი ამბავი ძალიან მეხარია, მაგრამ ასე მარტივი არ არის შენი გაშვება. რა გავაკეთო? ძალიან მეყვარხართ. ყველაზე კარგი ოჯახი მყავს. კარგი რომ თქვენი შვილი ვარ. იცოდეთ ყველაფერი მითხარით, რაც რაიონში მოხდება, კარგი? თითოეული დღის მენიუს ცოდნა მინდა. არი დედა, ყველაფერს მოგიყვები ხოლმე. მანქანა მოვიდა. მიდი ჩემო სიცოცხლე. გალბატონო, ეს რა თქვენს ჩემო დასავერებ. დიახ, დაგეხმარებით. არაფერი დაგჭეს. რომ ჩაფრენდები დაგვირეკე. აბა შემიცი. მამა, წარმატებები შვილო. გარეკე კარგი, არ გვანერვიულო. კარგი, აუცილებლად დაგირეკავთ. დედა, თავს გაუხტყალდი, კარგი? ჭკვიანად. კარგი, თქვენც ერთმანეთს მიხედეთ. ზეინო, გოგო, ჩემებს გაბარებ, კარგი? არ ინერვიულო და თავს გაუფრთხილდი. მომეცი. თვითფრენავში ღვაწლები ჯამაგესმის? მოდი ჩემთან. მომისვენა, შარფე ხომ ჩაიდე. იცოდე არ გაცივდა, კარგი? ძმაო, თავს გაუფრთხილდი. კარგი, წავედი. ეს რა, თბილი წინდები წაიღე, შვილო. კი, ჩავდე. დაგვირეკე, აუცილებლად დაგვირეკე, გესმის? ბევრი ყავა არ დალიო, შვილო. მიდი, კეთილი მგზავრობა. დედა, წყალი არ უნდა მიესხა.
წამოდით ასეთი სენტიმენტალურები ნუ ხართ. გეყოფათ. არ მეგონა ასე მალე თუ შეიცვლებოდი. გუშინდელი დღესავით მახსოვს, სტაჟიორად რომ გაგიშვი. დღეს კი ფილიალს ხსნი ანტალიაში. ოჯახ, შენი თვალმა ყოფ შვილო. მადლობა მამა. აი ნახევრა კარგად ზავა საქმე ანტალიაში. ღმართ მაქნას. მიდი შვილო, გათელი მგზავრობა. დროებით მამა, დროებით. ჰასანი სად არის? აღად გახდა და მე გამომგზავნეს. მის ნაცვლად. კარგი დროს ნუ დავკარგავთ, წავიდეთ. დიახ, რა თქმა უნდა. რა ხდება? რატომ გავჩერდით? აქ რატომ მოხდი ძმაო? აეროპორტის გზას დიდი ხანია გაცდი. მოკლე გზით წავედი ბატონო. საიდან უნდა მცოდნოდა რომ საცობი იქნებოდა. მოკლე გზით წამოხვედი არა მაგარია. მიდი მეორე გზაზე გადავედი, თორემ თვითმფრინავზე დავაგვიანებ. რა ხდება? ზრავი ბატონო ჩინარ, ხდება ხოლმე. რა ხდება ხოლმე? შვილო თვითმფრინავზე მაგვიანდება. ისმენ. ჩინარ სად ხარ? მოვედი, შიგნით შეხვედი? ეს რა, ჯერ ახლოსაც კი არ ვარ. ეგ როგორ, სად ხარ? მანქანა გაფუჭდა, გზაში დარჩით. რა ვქნა, შევიდე თუ შენ დაგელოდო? არა, ეს რა არ დამელოდო, შედი. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ როგორღაც მოვასრო. კარგი? კარგი, მაშინ შევალ. იცოდე მალე მოდი, კარგი? თვითმფრინავი მალე გადის, დროებით. შეგვიძლია შევიდეთ. ზმაო ტაქსით წავა. ტაქსი. მოგვიანდება. ჩინარ სად ხარ? კალბატონო, ღვენდი შეიკარით თუ შეიძლება. კარგი. როდი საუბრენდებით? აპრენისთვის ვამზადებით. რა? მაშინ ჩავალ, მე და ჩემი მეგობარი მეორე რეისით წამოვალთ. ხანგრძლივი პროცედურაა, თვითმფრინავს შეაჩერებთ. კარგი. კარგი, სასიამოვნო ფრენას გისურვებთ. ჩინარ სად ხარ? ოზან? ანტალიან დროს ძალიან ლამაზია. კარგად გავერთობით.